გავიგოთ უფრო მეტი დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით. პირდაპირ ეთერში ვართ და მოგვეცით კოლეგიალობა რომ რაღაცა პირდაპირ ეთერში მუშაობთ და ველოდებოდით ყველანი და იქნებ გვაცადოთ. ბატონო ნიკა, კითხავთ რა მაყურებელი უსმენს, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა რომ გააგრძელოთ მუშაობა. როგორ დასრულდა დღევანდელი შეხვედრა რომ გვითხრათ, რა კონკრეტულ შედეგზე გახვედით რომ გვითხრათ და თქვენ მოვისმინეთ ძალიან დიდი კომენტარს. შენი პირდაპირ ეთერი მინდი როდესაც შვიდე რამდენიმე წუთი შეგიძლია გისმენთ ბატონო ნიკა, თქვენ შეთანხმებული ვიყავით და იქნებ მოგხსენებთ პირდაპირ ეთერში ვართ. დავასრულებ პირდაპირ ეთერის და მე მოგცემთ კომენტარს. კი, მე მოგიწოდე, მაგრამ მერე პრობლემაა. ნიკა, გითხარით, თქვენ ძალიან კონკრეტული იყავით, როცა შეხვედით, თქვით რომ ახალი არჩევნები და რაც მნიშვნელოვანი იყო მე-11 მოწვევის პარლამენტის დათხოვნა. ისევ ამაზე რჩებით და ამ თემაზე როგორია სხვების პოზიციაც? მე როგორც პოლიტიკოსი და კონსტიტუციონალისტი ისევ ამაზე რჩები. მე ვერ ვხედავ ანტიკონსტიტუციურობას ამ მიმართულებით, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, გადაწყვეტილება არის ერთი